გამოსავალი ივანიშვილის ნეიტრალიზაცია დაკავების გზით, რომელიც უცბად დაამთავრებს ჯოჯოხეთს იმ სამოთხეში, რასაც საქართველოს ერქვა ოდესღაც და სადაც უკვე ქართველობა ნახევარზე ნაკლებია და ივანიშვილი არაბებით ავსებს ამ დეფიციტს მოსახლეობისა, მისთვის მოსახლეობა სტატისტიკა მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას და ღირებულებას თავარია მოემსახუროს, გადასახადი გადაიხადოს, დაემორჩილოს ქვეყნის იმიჯის შექმნას ფორმალურად, რომლის მეფობა და დიქტატორობა ძალიან გაუთქვა. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის, რა რელიგიური, რა ეთნიკური ჯგუფი, რა გენეტიკური შემადგენლობა იცხოვრებს აქ. მოვლენილი ყავს წარმოუდგენელი მასშტაბის მტერი, როგორც მე აღარ მინდა ახლა რამე მკრეხელობა განვაცხადო, მაგრამ როგორც ირანისგან დანიშნული ვასალებიც კი არ იყვნენ აქ სპარსეთისგან დანიშნული. ისინიც კი ურთქელდებოდნენ ქართველ ხალხს, იყო პერიოდები ასეთი, ღირებულებებს, აგერ როსტომ ხანი არაერთხელ გითხოვს, ფუნდამენტალისტი, ისლამისტი გახლდათ, შახის მიერ გამოგზავნილი, მართალია გვარი ბაგრატიონი, მაგრამ მთლიანად გადაგვარებული და რამდენი ხიდი ააშენა, რამდენი ეკლესია ააშენა, რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მაშინდელი განახორციელა, ალბათ კარგად მოგეხსენებათ. და აღარაფერს ვამბობ რუსეთის მეფის ნაცვლებზე, თუნდაც ვორონცოვი რადღის, რომელმაც თბილისში უამრავი სასიკეთო საქმეები გააკეთა, ლონდონში გაზრდილი რუსი დიდგვაროვანი გახდათ ეს და თავის საქმიანობა ოპერის გახსნით დააგვირგვინა, რაც რა ვიცი, მთელი რუსეთის იმპერიის სივრცეში მის სამფლობელოებში უნიკალური შემთხვევა იყო მოსკოვის და პეტერბურგის შემთხვევა. და ამარა გააკეთა, ყველაფერი დაგვინგრია, აგვიფეთქა, მიითვიცა, გაგვინადგურა, დაგვიპატიმრა, აკრძალა. ვიმეორებ, მას ელოდება ძალიან კაცრი სამჟავრო ელოდება და მე მიყვის, რატომ არ ეუბნება ოჯახი არაფერს, რომ დროა ავიკრიფოთ გუდანაბადი. ან მეუღლე, ან შვილები. უცნაური ვითარებაა. ახლა ალბათ შემთხვევითი არ გახლავთ ის მადუროს მაგალითზე, რომ მეუღლეს დააპატიმრეს იგივე ბრალდებებით. მადუროს მეუღლე. და ეს კრიმინალური ოჯახია მთლიანად. ეს მთელი ქონება ხან ეკაზე, ხან იმაზე უტაზე, ხან რა ქვია ბერაზე, ხან ესე ნაწილდება, ესე ფარავს მთელი ოჯახი არის ამ შავი ქონების, ოქროს ზოდების, შავი ფულის გამთეთრებელი და გადამალავი.